სოფელ ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. ადგილობრივების მტკიცებით, რუსმა ჯარისკაცებმა მავთუხლართები გადმოლახეს და ერთ-ერთი ადგილობრივის ბაღში დაბანაკდნენ. მათვე ჩახერგეს ცოტახნის წინ აშენებული სათვალთვალო საგუშაგომდე მისასვლელი გზაც. ადგილობრივი მცხოვრები ლუდა სალი აცხადებს, რომ ოკუპანტები საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ნახა. უჩვეულოდ ბევრი პოლიციელი დავინახე, უჩვეულოდ ბევრი მანქანა იყო ამ მათი ევროკავშირის დამკვირვებლების და რაღაც ესე მოკლეგზით მივედი მე და ვერც პოლიციელებმა უცებ ვერც კი მოასწრეს ჩემი დაჭერა ანუ რომ გამოვერიდა პირდაპირ ზედვე რუსულად რო ვთქვა я наткнулась на ними პირდაპირ აი ცხვირ წინ დავიხედე აგერ დგანან და უცებ ვერ მომკიდა პოლიციელმა გამოდიო ქალბატონული და გამოდი რა იყო მეთქი და გავიხედე და აგერ დგანან რა თვალ წინ იდგნენ ჩემ თვალ წინ კი იდგნენ 1-7-8 რაღაცა ჭადრაკულად იდგნენ მაგრამ არ იძროდნენ არც მავთუხლარს არ დებლებენ არც არაფერი დაამთავრებული იყო ის მავთუხლათის გავლება ადრე რო იმიდან კარგა აქეთ არიან წამოსული იდგნენ ბაღში სალვიასგან განსხვავებით სხვა საცხადებს ხურვალეთელების ნაწილი მათ არც არაფერი დაუნახავ და არც არაფერი იციან ჩელიღე ბირჟაზე ვარ არ შეგიმჩნევიათ ხო არავინ ბოლო დღეების განმავლობაში თქვა დღეს თუ არა წინა დღეების განმავლობაში თუ იყო დაფიქსირებული მსგავსი ფაქტი რომ გადმოსულიყვნენ ისინი არაფერს არ გვიშლიან იგენი არ ვიცი აი შეშა ჩამოვიტანე ზემოდან და მე არაფერი დამინახე იმიტომ რომ ღობეებია და არა ჩანს რა ხდებოდა სოფელში მაშინ რატო არ უშვებდნენ მოსახლეობას არ ვიცი ნამდვილად არაფერი ვიცი რა ბავშვებს ვიცი ვარ ნამდვილად არ ვიცი ვერ გეტყვით სოფელში არ შეუშვეს ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალაერთობაშიას ლიდერი დავით ქასარავა აცხადებს რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელში ადგილობრივებმა დააფიქსირეს შემიშვეს ხურვალეთში და ამ წუთამდე არ მიშვებენ არც მე და არც სხვა მოქალაქეებს ჟურნალისტები იყვნენ შესულები მაგრამ ის ადგილები რომელზეც არის საუბარი რომ რუსებმა მიიტაცეს იმ ადგილებს იმ ბაღებში არ შეუშვეს ჟურნალისტები შესაბამისად ჩვენ დავიყრდენით ალბათ ლუდა სალიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც გახლავთ ხურვალეთის თავშესაფრის დირექტორი, მან გავრცელა ინფორმაცია, შემდეგ ჩვენ დავეკონტაქტეთ, მან დაადასტურა, რომ ბაღებში შემოსული იყვნენ რუსი ოკუპანტები, იმ ბაღებში, სადაც გუშინ წინ ჩვეულებრივად გადავადგილდებოდით და იმ ადამიანებს, ვისაც ეკუთვნის ჩვეულებრივად შეეძლოთ იქ ყოფნა. სხვათა შორის ქალბატონ ლუდა სალიას გარდა ერთ-ერთი ბაღის მეპატრონე ქალბატონმა დაადასტურა ეს ინფორმაცია და დღის პირველ ნახევარში სამართალდამცველები სოფელში არავის უშვებდნენ მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დღის მეორე ნახევარში ჩვენ ადგილის დათვალიერების უფლება მოგწეს სოფელ ხურვალეთში არსებულ სიტუაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ეხმაურება რომელიც აცხადებს რომ ადგილზე ბორდერიზაციის ახალი კერა არ არსებობს ინციდენტს ადგილი არ ქონია და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ რომ პრევენციის მიზნით ვიმყოფებით მუდმივ კონსულტაციებში და სწორედ ამავე მიზნით ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ვადასტურებთ რომ ინციდენტს ადგილი არ ქონია გმადლობთ ყურადღებას ხურვალეთთან მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა სამოქალაქო აქტივისტები სოფელ ხურვალეთში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს. ამოვიდეს გახარი და პასუხი გაგვცა საზოგადოებას. იქიდან წერს ქალბატონი რომ რაღაც ხდება და მაშინ შეგვიშვან, როგორ? შეგვიშვან თუ არაფერი არ ხდება, რატო არის აქ? ის რუსი ოკუპანტები გადმოსულები არიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუ არაფერი არ ხდება, მაშინ შეგვიშვან ამ ადამიანებმა. როცა აქ ყოველთვის გვიშვებდნენ ხოლმე, ეხლა რატო ამდენი პოლიცია? ლოგიკურია ხო აქ თუ ვიღაცის გაშავებას აპირებენ ქაცარავას სხვა ოკუპაციის აქტივისტებს გახარიეს არ გაუღვა ეს რა და შეგვიშვეს ახლა ამ ტერიტორიაზე მოხუცთა თავშესაფარში მე გავეცანი ოფიციალური პირების და სტრუქტურების განცხადებებს და ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თითქოს ხურვალეთში არაფერი ხდება და ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ არიან რუსი ოკუპანტები
დადასტურებულად შემიძლია ცალსახად განაცხადო, რომ დიახ რუსი ოკუპანტები არიან ხურვალეთში იმ ტერიტორიაზე, რომელიც კონტროლდებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ. ჩვენ თვითონ დავდიოდით იმ ადგილას და პატრულირებდით კანონის შესაბამისად, პოლიციელები ძაკლებოდნენ და დღეს ახლა იქ ვერ მივდივართ. დაბადების დღეა დღეს და რაღაც მოხუცებულთა თავშესაფარში მქონდა რაღაც საჩუქრები. ზუსტად აი გადმოსახვიდან ვიყავი, როცა ქალბატონმა ლუდასალიამ, რომელიც იქ ცხოვრობს და ხელმძღვანელია ამ სახლის, დამირეკა და თქვა, რომ ძალიან ბევრი რუსი სამხედროა სოფელში და გვიშველეთა. ამას დაემატა ის, რომ თვითონ საგუშაგოსთან რაც ორი პოლიციელი დგას ხოლმე, მე დაგერ ხედავ თქვენ საგუშაგოს, გაათმაგებულია ალბათ პოლიციელთა რაოდენობა და პლუს მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც აქ მოვიდა, მაშინ არავინ არ იყო, არც ერთი მანქანა არ იდგა და ძალიან დიდი სისწრაფით ბევრი სამხედრო მანქანა შედიოდა გამოდერა, პლუს სადამკვირვებლო მისიის მანქანები და დღე ამ წუთამდე არ გვიშვებენ სოფელში. ანუ რაღაც ხდება, ბუნებრივი არაფერი არ ხდებოდეს, მსგავსი არაფერი არ ხდებოდა. ოკუპანტების ხურვალეთში გამოჩენას არ ადასტურებენ სუსში და აცხადებენ, რომ ოკუპანტებს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია არ გადმოუკვეთავთ.